ვიმეორებ. ყველაფერი სისტემაა და ამ სისტემას ხავს ერთი პატრონი, ბიძინა ივანიშვილი. ან ის შეცვლის ამ სისტემას, ან ბიძინა ივანიშვილისაგან უნდა განთავისუფლდეს საქართველო. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. და მე არა ვარ ის პიროვნება, რომელიც ბიძებით და ბებიებით და ბაბუებით და დედებით და მამებით და ნაცრალობით მოვედი ხელისუფლებაში. ვამაყობ იმით, რომ სწავლობდი მაგრად, ვიყავი სპორტში და ყველაფერში ძლიერი, ჩემი სკოლის იყვნენ თუ სტუდენტს და ყველგან მირჩევდნენ, ზოგჯერ არ მირჩევდნენ, მეც არ ვიცოდი. და მყავდნენ ძალიან კარგი პედაგოგები, ყველაფერი მე მათ არ უღალატებ და მე ხმამაღლა ვამბობ იმას, რომ მე თამაზი მედაძემ გამზარდა. როგორც მე ზეც სუფთა წესიერი კაცი, ხელისუფლებაში დღეს არ ვიცი. და იმის შემდგომაც ცოტა ვინმე იყო. ჟიული შარტავა იყო, მამუკა სლანიკაშვილი, ესენი კაცები იყვნენ. კაცები. და მე ხმამაღლა ვამბობ იმას და მე აფხაზეთში და ამაში რომ მიდივარ, მათ ვეუბნები, ან მეც წამოვალ თქვენთან, სადაც ხართ თქვენ? არ არიან ცოცხლები ესენი. ან ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს ისეთი, როგორიც გინდოდა თქვენ. მე ხო ვიცი როგორი ქვეყანა უნდოდა ჟიული შარტავას. მე ხო ვიცი როგორი ქვეყანა უნდოდა მამუკა სლანიკაშვილს. მე ხო ვიცი როგორი ქვეყანა უნდოდა ბიჭებს, რომლებიც იბრძოდნენ იქ. მე ატირებული ჩვენი რეზო მიშველაძის შვილი რო დაიღუპა, იქ ვნახე და აი მამის, აი ღირსეული მამის ტირელი ვნახე ერთად თვითმფრინავზე, რომ დავხდით ამას და როგორ ჩამოასვენეს იგივე ანალოგიურად ამაღლობელი ჭამუამირეძების და თვალჩულებს. ეს სასაული ვინმეები იყვნენ, როგორ რა უფლება გაქვთ, რომელინეს თქვენ დღეს რა ბიჭები წავიდნენ, რა ბიჭები შეეწირენ ქვეყანას, თქვენ რა ფულში ცურავთ ხალხო და რას აკადრებთ თქვენ ეს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ქვეყანას?